დღეს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ, თემაზე, რომელ ჭრილშიც და რომელ საკითხთანაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს ყოველდღიური შეხება, იუსტიციის სახლების ირგვლივ ვსაუბრობთ დღეს ჩვენ თემაზე და საბამისად სტუმრად მოსვლავთ ვთხოვეთ იუსტიციის სახლის თავმჯდომარეს ბატონ ვახტანგ შვანიას. ბატონ ვახტანგ, მოგესალმებით. მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მობრძანებისათვის, გთხოვთ დაბრძანდეთ. მოკლედ, როგორც ყოველთვის იუსტიციის სახლების ნაწილში განებივრებულები ვართ არაერთი საინტერესო სიახლით და მინდა დავიწყო მესტიით. ჩვენ მესტიაზე არაერთხელ მას პირადად გვისაუბრია ამ ნაწილში. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ცხადია გვაინტერესებს როგორია მიმდინარეობა და ასევე აი ამ ჭრილში რა გვაქვს აღიარება. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენი ეთერით გვაძლევთ შესაძლებლობას ესეთი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ვისაუბროთ ჩვენს მოქალაქეებს. მესტია მართლაც გამორჩეული პროექტია და ამას მეტყველებს ის, რომ ჯერ არც დაწყებულა მშენებლობა და უკვე თვითონ არქიტექტურულმა პროექტმა ორი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო, ერთი რომში, მეორე ტოკიოში, რაც ხას უსვამს იმას, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ მაქსიმალურად მესტიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა, ტრადიციები და ასევე ეს ყველაფერი გავაზავეთ, ასე ვთქვათ, თანამედროვე არქიტექტურაში. მივიღეთ გამორჩეული პროექტი და ამ მშენებლობის დაწყების შესახებ მესტიაშივე დავაანონსეთ. ბუნებრივია ამ პროექტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ რომ ხელს უწყობს და შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ეს რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მესტიისთვის, ასევე ეს იქნება ერთი მორიგი გამორჩეული ლოკაცია იუსტიციის სახლისთვის. მოგეხსენებათ, ქორწინება ეს არის იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ასევე განსაკუთრებით საინტერესოა ტურისტებისთვის. ამიტომაც ჩვენ როცა გეგმავდით ჩვენს პოლიტიკას ქორწინების სახლებთან მიმართებაში, ბუნებრივია განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ ისეთ ლოკაციებზე, სადაც ტურიზმი ასე თუ ისე განვითარებულია და მას სჭირდება ხელშეწყობა. ასე რომ დარწმუნებული ვარ, მშენებლობის შემდეგ ეს გახდება ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი, რომელსაც ესტუმრება არა მარტო საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა, არამედ ძალიან ბევრი უცხოელიც სწორედ ამ ქორწინების სახლიდან გამომდინარე მოხვდება მესტიაში. დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად, ეხლა ჩვენ მაყურებელს საშუალება ქონდა თქვენ საუბრობს პარალელურად თვალყური ედევნები და ამ შემთხვევაში და ბენახასტორის მაკეტები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მართლაც მშენებლობის დაწყებამდე აღიარებები უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ამ კუთხით და მე დარწმუნებული ვარ უამრავ საინტერესო თავგადასავალს და შემდგომში უკვე ისტორიას დაიტევს ამ შემთხვევაში ეს პროექტი. თუმცა ამავდროულად მინდა მესტიიდან თვითონ ზღვის ნაწილზე გადავინაცვლოთ, ამ შემთხვევაში ბათუმთან დაკავშირებით მინდა გითხოთ სიახლეები, რა ვითარება გვაქვს ბათუმის ირგვლივ. კი ბატონო, თქვენ როგორც იცით, ბათუმში ფუნქციონირებდა ქორწინების სახლი, რომელსაც როგორც ინფრასტრუქტურული კუთხით, ისე ზოგადად ლოკაციიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმალურ ადგილას არ იყო განთავსებული. აქედან გამომდინარე ჩვენ მუნიციპალიტეტთან, მერიასთან კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქორწინების სახლისთვის გამოიყოფოდა ახალი ლოკაცია ახალ ბულვარში და აშენდებოდა ისეთი ქორწინების სახლი, როგორიც მოუხდება ბათუმს და არქიტექტურაც მისი თუ ნახავთ, ისეთი გამორჩეული და განსაკუთრებულია. აქედან გამომდინარე, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ბათუმი არის ერთ-ერთი განსაკუთრებული ქალაქი, ტურისტებისთვის მიმზიდველი ქალაქი, ამიტომაც ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ გაგვეთვალისწინებინა ყველა ნიუანსი და აქაც ბუნებრივია ძალიან მალე დავიწყეთ მშენებლობას ქორწინების სახლის. დღეს ამ ეტაპზე ბუნებრივია ბათუმში ქორწინებების რეგისტრაცია ჩვეულებრივ მიმდინარეობს. ჩვენ გარდა ქორწინების სახლში ეს პროცესი ჩვეულებრივად მიდის, თქვა ამ კუთხეზე გარხება არ არის. კი, არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნებისმიერ მოქალაქეს უფასოდ შეუძლია ოპერატორთან ხელი მოაწეროს, ასევე მოითხოვოს გასვლითი ქორწინება. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში წყვეტა ნამდვილად არ არის, უბრალოდ ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც შეემატება ამ გამორჩეულ ქალაქს, ულამაზეს ქალაქს და კიდევ უფრო მეტ სილამაზეს შემატებს, ასე ვთქვათ. კი ბატონო, ამავდროულად აუცილებლად მინდა გითხოთ სხვა პროექტები და სხვა ქორწინების სახლების რეაბილიტაცია, რადგან ამ თემაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად მინდა გითხოთ ეს ნაწილი და იგივე შემდგომში მინდა ასევე ახალი იუსტიციის სახლების გახსნის თემაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს ქორწინები. მადლობა კითხვისთვის და ჩვენ ორი ქორწინების სახლის მშენებლობის შესახებ დავაანონსეთ და ვისაუბრეთ თქვენთან ერთად. ეს ორივე პროექტი არის გამორჩეული
ასე ვთქვათ, ნიშანი იმისა და შედეგი იმისა, თუ როგორ შეიძლება იუსტიციის სახლმა მუნიციპალიტეტთან ერთად თანამშრომლობით დაიწყოს გამორჩეული პროექტი. და ამას იმიტომ უსვამ ხაზს, რომ როგორც მესტია, ისე ბათუმი არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ შესაბამისი მუნიციპალიტეტების და ქალაქის მერებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ კონკრეტული კონცეფცია, გამოიყო ლოკაცია მშენებლობისთვის და ეხლა უკვე მიმდინარეობს მზადების პროცესი. იგივე შემიძლია ვთქვა თბილისთან მიმართებაშიც და მადლობა მინდა გადაუხადო თბილისის მერიას, თბილისის განვითარების ფონდს, რომელთან ერთადაც უკვე დაიწყო კონკის რეაბილიტაცია, კონკა არის ისტორიული შენობა, მოგეხსენებათ, ამიტომ ჩვენი თავარი მიზანი იყო, რომ ის არქიტექტურული ძირითადი ნიუანსები სრულად შეგვენარჩუნებინა, ამიტომ ჩვენ მივიღებთ განახლებულ კონკას ძალიან მალე და ეს განსაკუთრებული შენობა ისევ დაიბრუნებს თავის მნიშვნელობას და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ქორწინება შედგება კონკის ქორწინების სახლში. იგივე შემიძლია გითხრათ სიღნაღთან მიმართებაში, თქვენ ასევე იცით, რომ სიღნაღშიც ისტორიული ისტორიულ შენობაშია განთავსებული ქორწინების სახლი, აქაც პროექტი მომზადებულია, საზოგადოებას ეს პროექტი წარუდგინეთ, ასევე ყველა საექსპერტო დასკვნა მომზადებულია და ძალიან მალე დაიწყება რეაბილიტაციის პროცესი. იგივე შემიძლია გითხრათ უზდაძის ქორწინების სახლთან მიმართებაშიც, აქაც გვინდა რომ ძალიან მალე დავიწყოთ რეაბილიტაციის პროცესი და ყველა ეს აქტივობა, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და რომელიც ქორწინების სახლებს და სივრცეებს შეეხება, ბუნებრივია ორიენტირებულია იმაზე, რომ ადამიანებისთვის არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება საქართველოს მოქალაქე თუ ჩვენი სტუმარი, ყველასთვის ეს განსაკუთრებული დღე იყოს გამორჩეულად ლამაზი. და ამ მიმართულებით მივდივართ ჩვენც და გვინდა რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურა გქონდეს სრულად მზად ამ ყველაფრისთვის და რა თქმა უნდა ეს ისტორიული დღე თითოეული ადამიანისთვის ყოველთვის დასამახსოვრებელი უნდა იყოს. კი ბატონო, მე ჩემი რჩევა იქნებოდა რომ ნუ დაველოდებით ახლა მესტიის ნაწილს, რაც მზად არის, ყველა შეუძლია რომ ხელი მოვაწეროს, ასე თქვა და მომხრე ვართ ქორწინების ნაწილში ამ კუთხით და აუცილებლად მინდა გითხოთ ახლა რეგიონებზე ვისაუბრეთ და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თქვენ სერვისებზე თანაბარი წარმატებით ვსაუბრობთ არა მხოლოდ დედაქალაქში, თუნდაც ბათუმში, არამედ მცირე ქალაქებში, შედარებით მცირე ქალაქებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობის კუთხით. აუცილებლად მინდა გითხოთ ახალი იუსტიციის სახლების გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში ამ კუთხით ძალიან კარგი გაგებით ეს ექსპანსია მუდმივად მიმდინარეობს. კი ბატონო, თქვენ მოგეხსენებათ, რომ დღეს იუსტიციის სახლი ოპერირებს 127 ფილიალით და ასევე ჩვენ სერვისების მიწოდებას ვახორციელებთ მობილური იუსტიციის სახლებითაც. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 იუსტიციის სახლის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მცხეთაა, ერთ-ერთი ქალაქი, ასევე ზოტი, ჭალა, ბოლოსკენ არის ასევე მშენებლობის პროცესი ახმეტაშიც. რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მალე ამ ქალაქებში და დასახლებულ პუნქტებში იუსტიციის სახლები იქნება წარმოდგენილი და იქაც ზუსტად 5-ზე მეტი სერვისით სარგებლობას შეძლებენ ჩვენი მოქალაქეები, როგორც თუნდაც ცენტრალური იუსტიციის სახლში თბილისში. რა თქმა უნდა, ეს არ არის დასასრული, ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ სახელმწიფო შესყიდვა წალენჯიხის იუსტიციის სახლის მშენებლობაზე. მოგეხსენებათ, წინა წელს მინისტრმა დაანონსა წალენჯიხაში იუსტიციის სახლის მშენებლობა და ბუნებრივია ჩვენს ნათქვამ სიტყვას პასუხისგებლობით ვეკიდებით და აქედან გამომდინარე ეს პროცესი უკვე დაძრულია, განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვა, გამოცხადდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ააშენებს წალენჯიხის ქორწინების სახლს. რა თქმა უნდა, როცა ვლაპარაკობთ ლოკაციების ზრდაზე, ბუნებრივია ეს არ არის რაღაცა ქაოტური პროცესი, ამ პროცესს და ლოკაციის არჩევას ყოველთვის თან საფუძვლად უდევს კვლევა, ამ კვლევის საფუძველზე ხდება საჭიროებების განსაზღვრა, მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად და მე უკვე იუსტიციის სახლს შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ აირჩიოს საჭიროა შენობის აშენება თუ მობილური იუსტიციის სახლი დაფარავს ამ საჭიროებებს. სწორედ ამიტომაც, გარდა იმისა, რომ ჩვენ გეგმავთ და უკვე ვასრულებთ კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე გეგმავთ მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობის დასაც, რადგან მობილური იუსტიციის სახლი ბევრად უფრო ეკონომიურია და ნაკლები ხარჯი უჯდება სახელმწიფოს, ამიტომ სწორედ ამ გონივრული და სწორი პოლიტიკის საფუძველზე ხდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. თავარი ამ ყველაფერს, რაც უდევს საფუძვლად, არის
დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია, რომ ნებისმიერი სახელმწიფო სერვისი, რომელიც ადამიანს ჭირდება, მისთვის ხელმისაწვდომი იყოს და ამ ხელმისაწვდომობაში არ იგულისხმება მარტო ლოკაცია და სახლთან ახლოს ყოფნა კონკრეტული იუსტიციის სახლისა. ამაში იგულისხმება კომფორტული გარემო, სერვისის მიწოდების ხარისხი და ასევე ყოველდღიური განვითარება, რომელიც ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ ყოველდღიურ საქმიანობის ნაწილში. კი ბატონო, აბსოლუტურად და ძალიან სწორად აღნიშნეთ, რა თქმა უნდა, ზოგადად თვითმიზანი არ არის ყველგან რამეს აშენება ამ კუთხით, იქ სადაც მობილური იუსტიციის სახლი ეფექტურად მოქმედებს, რატომაც არა ვთქვა და ხედავთ თქვათ ჩვენ ამ ეფექტურობას მართლაც ყველა მოქალაქეს აქვს საშუალება სერვისების მიღების და სწორედ მობილური იუსტიციის სახლთან დაკავშირებული ნაწილი, რომ კიდევ ერთი ევროპული აღიარება მიიღო ამ თვალსაზრისით, რაც ნიშნავს ეს მათ შორის ქართული ინოვაციისთვის. კი ბატონო, რეალურად რამოდენიმე ხნის წინ მობილურმა იუსტიციის სახლმა, რომელიც არის იუსტიციის სახლის მორიგი ინოვაციური პროექტი, ასე ვთქვათ, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ნაკლები ხარჯებით, ზუსტად იგივე სერვისები მივაწოდოთ საქართველოს მოქალაქეებს, როგორც უკვე ვახსენეთ, იუსტიციის სახლებში არის ხელმისაწვდომი. აღნიშნულმა პროექტმა ევროპის მასშტაბით მიიღო ჯილდო და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ჯილდოს ნაწილში და ეს ჯილდო ეხება საჯარო მმართველობის განვითარებას, ოღონდ ინოვაციური მიმართულებებით. ამ ჯილდოს მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ როცა გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, რომელიც სერვისის მიწოდების ნაწილში დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან და აქვთ საკმარისი ცოდნა იმისა, რომ ზუსტად დაიდენტიფიცირონ, რამ შეიძლება ხელი შეუწყოს სერვისების მიწოდების განვითარებას ზოგადად ევროპის მასშტაბით, გამოარჩია მობილური იუსტიციის სახლი. ბუნებრივია, ეს არის დასტური იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სახლის პოლიტიკა სწორია და სწორი მიმართულებით ვითარდებით. ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო, სადაც სერვისების მიწოდება თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვითარდება და ის მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეზეა ორიენტირებული და ეს არის დასტური და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მამოტივირებელი შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ არ გავჩერდეთ ამ მიღწევებზე და ყოველდღიურ რეჟიმში ვეცადოთ, რომ დამატებით უფრო მეტად მოქალაქის ინტერესებზე მორგებული პროექტები შევთავაზოთ საზოგადოებას. ასე რომ ამ ნაწილში ბუნებრივია ერთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ გქონდეს რესურსი ამ პროექტების განხორციელებისა და მეორე ნება. თქვენ კიდევ მოგიხსენებათ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს განსაკუთრებული ნება იმისა, რომ რაც შეიძლება მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა სერვისების გაცემის ნაწილში. კი ბატონო, აბსოლუტურად და ვხედავთ ამ ძალიან ესეთ ნებას, ძალიან მკაფიოს ამ კუთხით და ამ შემთხვევაში, როდესაც ეს ნება არსებობს, ბუნებრივი რესურსების მოძიების ყველა შესაძლებლობაც თან ჩდება ხოლმე ამ კუთხით და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებაზე, ცხადია ამ კუთხით იუსტიციის სახლი ასევე გამორჩეულია და აუცილებლად შემოდის ხელოვნური ინტელექტის ნაწილი. ამ კუთხით როგორ ვართ, როგორ ხდება ინტეგრაცია იუსტიციის სახლის საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის? ძალიან დიდი მადლობა. ბუნებრივია, განვითარება შეუძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე დღეს, ხელოვნური ინტელექტის გარეშე და თქვენ ალბათ ხედავთ, რომ სახელმწიფოს ნებისმიერი სტრუქტურა აქტიურად არის ჩართული იმაში, რომ ხელოვნური ინტელექტი დანერგოს. ამას არ აქვს მნიშვნელობა, ის იქნება გადაწყვეტილების მიღება, სერვისების გაცემა თუ ასე შემდეგ. ბუნებრივია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას აქვს ერთადერთი მნიშვნელობა, რომ გაამარტივოს წვდომა, თუნდაც ჩვენ შემთხვევაში სერვისებზე. ამიტომაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ უკვე დავიწყეთ ამ პროცესზე მუშაობა. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენოთ იქ, სადაც შესაძლებელია, ბუნებრივია, აქ უნდა იყოს დაცული სახელმწიფო ინტერესები, უსაფრთხოების ნაწილი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ძალიან ესე ფრთხილად მივყვებით ამ პროცესს. პირველი, სადაც იუსტიციის სახლებში ხელოვნური ინტელექტი გამოჩნდება, ეს იქნება ჩატი და ეს იქნება სატელეფონო ცენტრი. ეს არ არის შორეული პერსპექტივა, ძალიან მალე საზოგადოებას ჩვენ ამ შედეგებს გაუზიარებთ და უკვე წარუდგენთ ამ ჩვენს პროექტს. აქედან გამომდინარე, ეს იქნება კარგი მაგალითი იმისა, რომ უსაფრთხოდ იმისთვის, რომ სერვისებზე წვდომა კიდევ უფრო მეტად გამარტივდეს
დავზოგოთ ადამიანური რესურსი და ეს რესურსი გამოვიყენოთ იქ, სადაც უფრო მეტად საჭიროა. ამის კარგი მაგალითი იქნება ის კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას წარუდგენთ. მაგრამ ხელოვნური ინტელექტი არ არის ის ნაწილი, სადაც ჩვენ გაჩერებას ვაპირებთ, ასევე აქტიურად მუშაობთ ტექნოლოგიების განვითარებაზე. გვინდა რომ თვითმომსახურეობის სივრცეები განვავითაროთ, განსაკუთრებით დიდი იუსტიციის სახლებში, სადაც მომართვიანობა განსაკუთრებით მაღალია და ძალიან მალე ასევე თბილისის იუსტიციის სახლში შესაძლებელი იქნება შევხვდეთ რობოტს, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ დამოუკიდებლად მივიღოთ ესა თუ ის სერვისი, რაც რა თქმა უნდა დაგვეხმარება იმაში, რომ შევამციროთ ჩვენს ოპერატორებზე დაწოლა, ასე ვთქვათ, გამტვირთოთ ეს პროცესი, შევამციროთ ლოდინის დრო, თუმცა აქაც მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ლოდინის დრო უმეტეს შემთხვევებში იუსტიციის სახლებში არ გახლავთ იმხელა, რომ ეს შემაწუხებელი იყოს, მით უმეტეს თუ ავიღებთ იმ გარემოს, რა გარემოშიც ხდება სერვისების გაცემა, ასე რომ ეს არის ძირითადი მიმართულებები, სადაც ჩვენ გვინდა განსაკუთრებით ვიაქტიუროთ და ასე ვთქვათ, ვიყოთ ინოვატორები და საზოგადოებას შევთავაზოთ ძალიან ბევრი სიახლე. კი ბატონო, დარწმუნებული ამ ნაწილის ინტეგრაციაც ძალიან სწორად მოხდება გამომდინარე იმ გამოცდილებიდან, რომელიც თქვენ აქამდე გაქვთ და ყოველთვის ძალიან ზუსტად, იუველირული სიზუსტით არჩევთ ხოლმე სერვისების ხარისხს, რომელსაც აწვდით ბუნებრივია მოსახლეობას და ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ, რომ ჩვენ გარკვეულად ვაჯამებთ ჩვენ სეზონს, ასე ვთქვათ, პირველ 6 თვეს მათ შორის სხვადასხვა სფეროს საქმიანობის და მადლობა რომ სწორედ ამ პროცესში გვეწვიეთ ზუსტად და გარდა იმისა რომ ჩვენ ვისაუბრეთ განხორციელებულ საქმიანობაზე მათ შორის სამომავლო გეგმებზე მაინც თუ შეგვიძლია ვთქვათ რომ რა იქნება დარჩენილ 5 თვეზე ცოტა მეტ პერიოდში რა იქნება ძირითადი პრიორიტეტები რომელსაც ველი ჩვენი იუსტიციის სახელმწიფო. კი ბატონო, ამ კითხვაზე პასუხი რა თქმა უნდა მარტივიც არის ჩემთვის და ასევე რთულია, იმიტომ რომ ჩვენთვის ყველაზე მთავარია ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც ვიტყვით და ამ ჩვენს მოსაზრებებს, ჩვენს გეგმებს, ინიციატივებს საზოგადოებას გავაცნობთ, გვინდა რომ ნებისმიერი ესეთი, ასე ვთქვათ, დაპირება შესრულდეს. აქედან გამომდინარე მე ვეცდები რომ მაქსიმალურად ყურადღება გავამახვილო იმ აქტივობებზე და იმ შედეგებზე, რომელიც უახლოეს მომავალში ელოდებათ ჩვენს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ იუსტიციის სახლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს წარმოადგენს ხარისხი, ამიტომ ჩვენ ხარისხზე ზრუნვას ბუნებრივია ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შევწყვეთ და ჩვენი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას, ამიტომ მე მინდა საზოგადოებას ხმამაღლა უთხრა, რომ სერვისის შინაარსი და მიწოდების ხარისხი ყოველთვის დაცული იქნება ჩვენთან და უმაღლეს საფეხურზე იქნება ყოველთვის აყვანილი. რაც შეეხება იმ შედეგებს, რომელსაც უნდა ველოდეთ, როგორც უკვე ვთქვით, ეს არის პირველ რიგში ხელოვნური ინტელექტის შემოსვლა სერვისების გაცემის ნაწილში, რომელიც უახლოესი მომავალია იუსტიციის სახლებში, ასევე იმ იუსტიციის სახლების გახსნა და ექსპლუატაციაში მიღება, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, ეს არის მცხეთა, ეს არის ზოტი, ეს არის ჭალა, ასევე გვინდა რომ ახმეტაც წელს მოესწროს და წელს გქონდეს შესაძლებლობა ახმეტელებსაც აუშენოთ და უკვე მივცეთ შესაძლებლობა გამორჩეული არქიტექტურის შენობაში მიიღონ 500-ზე მეტი სერვისი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ის გახლავთ სერვისების რაოდენობის ზრდა. თქვენ თუ მიადევნეთ თვალი რამოდენიმე დღის წინ ჩვენ სემეკთან ერთად 3 ახალი სერვისის დამატების შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია საზოგადოებას. ეს სერვისები თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იყო რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესებზე და ამიტომაც ყველას 127 ფილიალში მივეცით შესაძლებლობა, რომ ამ სერვისით ესარგებლა. ბუნებრივია ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არის ადამიანის ინტერესები და მისი საჭიროებები. ასევე მოგეხსენებათ, რომ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული შემოსავლების სამსახურთან და ეტაპობრივად მიმდინარეობს მათი სერვისების ინტეგრირება, აქტიურად მიმდინარეობს ტრენინგები, ჩვენი თანამშრომლების გადამზადება, ამიტომ ეტაპობრივად შემოსავლების სამსახურის სერვისებიც დაემატება იუსტიციის სახლებს. საბოლოო ჯამში მივიღებთ იმ მოცემულობას, რომ უმეტეს ლოკაციაზე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლი წარმოდგენილი იქნება ფილიალების სახით, სადაც ფილიალები არ იქნება, იქ მობილური იუსტიციის სახლი დაგვხდებათ, რაც ავტომატურად ხაზს უსვამს იმას, რომ ყველგან ის სერვისები, რომელიც იუსტიციის სახლში არსებობს და დაემატება, ყველასთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი. რაც არის ჩვენი მთავარი მიზანი.
დიახ და ამ მიზნის შესრულებას ვხედავთ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. გარდა რაოდენობრივი ნაწილისა, რომ თითოეულ მოქალაქემდე მივიდეთ, აქ არის ეს ხარისხობრივი ნაწილი, რომელიც თქვენ გაქვთ მუდმივად ინარჩუნებთ და სწრაფად ნაწილი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შემოდგომის სეზონზე არაერთხელ ვისაუბრებთ ამ საკითხებზე.